ხემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ლიკა მეგუთინიშვილი ვარ და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ. დღევანდელ ეთერში უნდა ვისაუბროთ ინდუსტრიაზე, რომელიც მსოფლიოში მილიარდობით დოლარს აგენერირებს. საქართველოში კი ბოლო წლებში განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება. ეს არის შინაური ცხოველების მოვლის ინდუსტრია. დღეს გავიცნობთ ქალებს, რომლებმაც ცხოველების სიყვარული, პროფესიად და წარმატებულ ბიზნესად აქციას ვეტერინარი, რომელიც 35 წელია ამ სფეროშია და რომელსაც პროფესიის არჩევა 11 წლის ასაკში გადარჩენილმა სიცოცხლემ უკარნახა. ძაღლების სასტუმროს დამფუძნებელი იქნება ასევე ჩვენთან ერთად, რომელმაც 4 ფეხა მეგობრებისთვის უსაფრთხო სივრცე შექმნა და ქალი ინსტრუქტორი, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს კინოლოგიაში. დარჩით ჩვენთან წინ ძალიან საინტერესო ისტორიები გელოდება, თუმცა მანამ სანამ სტუმრები შემოგვიერთდებიან, მიმდინარე სიახლეებს უნდა გადავხედოთ. ღვინის ექსპორტის კვლევა 2026 წლის იანვარშიც გაგრძელდა. საქსტატის მონაცემებით ამ პერიოდში საქართველოდან 12,1 მილიონი დოლარის ღირებულების 4,105,476 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის პირველ თვეში 12,9 მილიონი დოლარის ღირებულების 4,253,466 ლიტრი. ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. აღსანიშნავია, რომ ღვინის ჯამური ექსპორტის კლების პარალელურად რუსეთში ექსპორტი წელს გაზრდილია. მიმდინარე წლის იანვარში ამ ქვეყანაში 8 მილიონი დოლარის ღვინო გავყიდეთ, გასული წლის იანვარში კი 6,9 მილიონი დოლარის. 2026 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში 1,900 მილიონი ლარის გადასახადები შევიდა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 33,8%-ია ერკვევა ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ 2026 წლის იანვრის ბიუჯეტის შემოსრულების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან. რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოსავლებს, ის იანვარში 4,200,000 ლარს შეადგენდა, საგარეო ვალდებულებებიდან მიღებული სახსრები კი 1,320 მილიონი ლარი იყო, რაც ძირითადად ახალი 500 მილიონიანი ევრობონდის განთავსებას უკავშირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2013-2025 წლებში პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 50,000-ზე მეტ ბენეფიციარზე 8,200 მილიონ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტი არის გაცემული. სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 1,300 მილიონ ლარზე მეტია. 2026 წლის იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 710,000 გადააჭარბა, რაც დეკემბერთან შედარებით 2,000-ით გაზრდილია. წლიურად მატება 4,000 აღემატება. 2024 წელთან შედარებით ბაზა 39,000-ით გაიზარდა. 10 წლიან ჭრილში კი მატება 278,000 აღემატება. ზრდის ძირითადი მდგენელი COVID-19 პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც ბაზაში შესვლის შემდეგ პირთა ფულების გადამოწმება აღარ ხდება. ეს დროებითი პრაქტიკა გადაიხედება და კვლავ გადამოწმებას დაექვემდებარება. 2026 წლის მდგომარეობით უშუალოდ საარსებო შემწეობაზე ყოველთვიურად 71 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1,640 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი და გაცივებული ხორცის იმპორტი 2,5-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 948,700 დოლარის ღირებულების 172 ტონა ხორცი შემოვიდა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარში 386,800 დოლარს უტოლდებოდა. ღირებულების 79 ტონა იყო. მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ახალი და გაცივებული საქონლის ხორცი დაახლოებით 13%-ით გაუწევდა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ცხოველთა ჯანდაცვის ინდუსტრიაა ჩვენს ფოკუსში, რომელიც წლებთან ერთად გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და საინვესტიციოდ მიმზიდველ სეგმენტად ჩამოყალიბდა. 2025 წელს ამ ბაზრის მოცულობამ 73 მილიარდ 100 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო მიმდინარე 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 79 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ანალიტიკური პროგნოზების თანახმად კაპიტალიზაცია 2025
2015 წლისთვის 172 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც მომდევნო 10 წლებში ზრდის დაახლოებით 9%-იან მაჩვენებელს გულისხმობს. საბოლოო მოხმარების მიმართულებით წამყვან პოზიციას 91%-იანი წილით ვეტერინარული რეფერენს ლაბორატორიები ინარჩუნებენ, პარალელურად კი ადგილზე მოვლისა და შიდა ტესტირების სეგმენტებით სწრაფი ტემპით ვითარდება. სადისტრიბუციო არხებში, კლინიკების, აფთიაქები ლიდერობენ ცხოველთა ტიპების მიხედვით პროდუქტიული მეურნეობის ცხოველები ჭარბობენ, ხოლო პროდუქციის კატეგორიაში 52%-იანი წილით ფარმაცევტული სექტორი მკვეთრად გამოირჩევა. დღეს ცხოველთა ჯანდაცვის ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალას ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს, რომელიც კლინიკური მონაცემებისა და ღრმა სწავლების სინთეზით ეპიდემიოლოგიურ პროგნოზირებასა და რთული დაავადებების მართვას სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას. ემსახურება ვეტერინარების მიერ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის რენტგენისა და ტომოგრაფიული კვლევების ანალიზისთვის გამოიყენება დიაგნოსტიკურ სისუსტეს, ზრდის და სპეციალისტთა სამუშაო დატვირთვას მკვეთრად ამცირებს. ეკონომიკური განვითარების ასეთ დინამიკას ტექნოლოგიურთან ერთად ფუნდამენტური სოციალური ძვრებიც განაპირობებს, რადგან ურბანული მარტოობისა და შობადობის კლების ფონზე შინაური ცხოველების ჰუმანიზაციის მზარდი ტენდენცია საზოგადოების მხრიდან მათზე მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვას უზრუნველყოფს. ამ პროცესის პარალელურად ბაზარზე ჭკვიანი საპელოების, ავტომატიზებული კვების სისტემებისა და მონიტორინგის კამერების მასობრივი დანერგვა ფერმერული მეურნეობების სტრუქტურას ძირფესვიანად ცვლის. ბუნებრივია, სკრინინგით მხარდაჭერილი ვაქცინაციისადმი მზარდინდობა და სახელმწიფოების მხრიდან რეგულაციების დახვეწა უსაფრთხოების საერთო სტანდარტებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. გლობალურის მიღმა ინდუსტრიას ახლა ლოკალური პრიზმიდანაც უნდა შევხედოთ. გადაცემის ამ ნაწილში ძალიან საინტერესო საქმიანს გაგაცნობთ, რომლის ისტორიაც გარკვეულწილად კინოსცენარსაც მოგაგონებთ. ნათია ბერიძე ექიმების ოჯახში გაიზარდა, თუმცა 1991 წელს გადაწყვიტა, რომ მისი პაციენტები არა ადამიანები, არამედ ცხოველები უნდა ყოფილიყვნენ. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. 11 წლის ასაკში ის სწორედ ძაღლმა გადაარჩინა სიკვდილს. მას შემდეგ უკვე 35 წელია ვეტერინარია და 22 წელია საკუთარ კერძო კლინიკას მართავს. კიდევ უფრო მეც პროფესიონალის კარიერულ თავგადასავალზე პირადად მისგან შევეტყობთ. ვეტექიმია ასევე ნათია ბერიძის ვეტკლინიკის დამფუძნებელი. თავად ნათია ბერიძე არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი და საქმიან ამბებს პირადად გაგვიზიარებს. ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან. პირიქით, თქვენ დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის. დიდი პატივია ჩემთვის. მადლობთ. მადლობა. სანამ ინდუსტრიას შევაფასებდეთ და აგერ გლობალური ბაზარიც მიმოვიხილეთ და ლოკალურიც ძალიან საინტერესოა თან თქვენგან, რომელსაც აგერ რამდენი წელია უკვე მაჯისცემაზე უდევს ხელი ამ ინდუსტრიის, მაგრამ მანამდე მინდა რომ თქვენი პირადი ისტორია გავაცნოთ უფრო მეტად ჩვენს საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ისტორია. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც. ხო, აი, რა იყო 11 წლის ასაკში რა შემთხვევა მოხდა თქვენ თავს, რამაც საბოლოო ჯამში და იყო თუ არა ეს გადამწყვეტი თქვენს პროფესიონალად ფორმირებაში და ამ გზის გაყვავაში. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს ალბათ ეგეთი საქანელები იყო, რულით რო იმართებოდა და ასე ტრიალებდა. აი ამ თავი მივადე და ეს თურმე მოხსნილი ქონდა თვითონ ეს სატრიალებელი და ჩამიხვია თმები. ძალიან გძელი თმა მქონდა მუხლებამდე. და ნუ ყვირილზე მეზობლის ძაღლმა პირველმა გააკეთა რეაგირება. გერმანული ნაგაზი იყო ები. დღესაც მახსოვს, აი არასდროს არ მომეშლება ეგ სურათი. ღობედან გადმოხდა და თათებით დაიწყო აი ამ საქანელის გაჩერება. ეს ხო გააჩერა და მე ასე ამოპუტა თმა. ანუ პრაქტიკულად გადამარჩინა რა, სკალპი არ ამეხადა. იმის მერე გადავწყვიტე რომ ვეტექიმი ვიქნები და გძელი თმა არასდროს არ ვიქნება. ორივე შევასრულე. მართალია 11 წლის ასაკიდან დრო დაჭირდა, რომ აქამდე მივსულიყავი, მაგრამ ვეტექიმი გავხდი. მაშინ როგორი იყო ცნობიერების დონე ზოგადად ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება და რამდენად იყო რთული იმის, არ ვიცი, რაღაცა დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რთული იყო. ეს დღეს გვაქვს ჩვენ კლინიკაში PCR-ი, ანალიზატორი, ტომოგრაფია, ეხოსკოპია, რენტგენი. მაშინ ეს არაფერი არ იყო. მაშინ даже ChatGPT-ც არ ქონდა, რამე გვეკითხა. ანუ ყველაფერს ვაკეთებდით, სად ეხლა არის აღჭურვილი ჩვენი, გინდათ ვეტერინარული მაღაზიები, გინდა შოპები, ყველაფრით. მაშინ ჩვენ თვითონ ვადგენდით ამას ყველაფერს, კვების რეჟიმს, მედიკამენტების მიწოდებას, ძალიან ბევრი ანალოგია ავიღეთ ადამიანის მედიკამენტებიდან, ანუ ნულიდან შევქმნით ეს ყველაფერი, მე ყოველ შემთხვევაში. მე ნულიდან დავიწყე ეს ყველაფერი და აი,
ისე რაღაცა ვქენი, ვინაიდან აქამდე მოვედი. აი ამ სწავლის და მუდმივი თვითგანვითარების ეტაპს მოყვა შემდეგ უკვე ამ ყველაფრის ბიზნესად ქცევა, ხო 22 წლის წინ დააფუძნეთ თქვენი კერძო კლინიკა. რა მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ განსაკუთრებით რთულ პერიოდში ბიზნესის დასაწყებად და რა გამოწვევები გადალახეთ იმისთვის, რომ ეს ზრდა და განვითარება არ შეგეჩერებინათ? უდაოდ ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ მე დავიწყე ჩემი მოღვაწეობა არა პირდაპირ კერძო კლინიკაში, არამედ სახელმწიფო ვეტერინალურ კლინიკაში, სადაც საქონელი ყავდა, სადაც საქონლის ვაქცინაცია იყო, მაშინ ძროხა პირველად დავინახე ცოცხალი. ძალიან ძნელი იყო. ანუ გარდა იმისა, რომ უდაოდ კარგი განათლება მოგვცა ჩვენმა ინსტიტუტმა, მე რომელიც დავასრულე, ნამდვილად დიდი გამოცდილება მხოლოდ არაპრაქტიკული. პრაქტიკა მოვიდა წლების განმავლობაში. ძალიან ძნელი იყო, რაღაცა პატარა ქოხიდან დავიწყე. აი, ორი პატარა ქოხი იყო, და სად იყო გახსენება არ მინდა. მე ანუ 0 პაციენტი, 0 ალბათ მარკეტინგული კამპანიას წარმართვაც გამოწვევს. ყველაფერი 0-დან იყო, მაგრამ იყო мотиваცია, იყო სურვილი, იმიტომ რომ ხედავდი როგორ მარტო მე კი არა, აი ვინც შემოდიოდა კლინიკაში, იმას როგორ უყვარს ცხოველი. ნელა ეს ყველაზე მძიმე პერიოდი, უშუქობა, ომი, ყველაფერი ერთად. ძალიან ბევრჯერ მომიწია კლინიკაში ფეხით მისვლა. იმიტომ რომ ომი იყო, ტრანსპორტი არ იყო, მაგრამ მივდიოდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ უნდა მოსულიყო, თუნდაც მეზობელი. მივდიოდი ფეხით. მე მოვედით იმ პერიოდამდე, როცა დაიწყო ეს პრივატიზაციები. და გავაკეთე ძალიან მაგარი კლინიკა. ნუცუბიძეს 201-ში, დიდი ეზოთი. ანუ მთელი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პერიოდი გადის იქ. სხვანაირად არც ვიცი როგორ შეიძლება იყოს. წლებთან ერთად აი თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა ერთი მხრივ ეს ინდუსტრია, დამოკიდებულება ცხოველებისადმი, დინამიკა როგორია ამ პერიოდის განმავლობაში, რა იყო მაშინ და რა არის დღეს? დღეს არის ძალიან დიდი კომფორტი ცხოველის პატრონისთვის. ძალიან დიდი კომფორტი. თუ გინდათ ვეტერინალური მაღაზიები, რომლებშიც ყველაფერი გვაქვს. ანუ არავის არ ჩამოუვარდებით. თუ გინდათ იმ გამოკვლევის მეთოდებით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს თბილისში არსებობს. ანალიზები, რომელსაც აი სრული სპექტრი ანალიზების, მათ შორის გამოკვლევა ტომოგრაფიულიც გვაქვს. ანუ ეს არის დიაგნოზის დასმისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის ძალიან დიდი კომფორტი. ამის გარდა უამრავი თქვენი კომფორტებისთვის არის სასტუმროები, ბაღებიც არის თოთოების გასაზრდელად. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან მარტივი გახდა ვთქვათ მუშაობა, მაგრამ კლინიკების შენახვა არა. კლინიკის შენახვა არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, ძალიან დიდი რეჟიმი, დიდი გამოწვევა. ანუ ეს ყველაფერი ერთად. ამავდროულად იმისთვის რომ პაციენტი ხარჯებიც რა თქმა უნდა პაციენტთან იმუშავო, მის პატრონთან უნდა შეძლო მუშაობა. და თქვენ იცით ხო ეს ჩვეულებრივი გაიდლაინია, ყველაფერში ექიმია დამნაშავე. ანუ თუ შენ ვერ შეძელი ცხოველის პატრონთან მუშაობა, ცხოველთანაც ვერ შეძლებ. უნდა დაიმსახო რომ ისი ნდობა. ეხლა ყველაფერი ხდება, ხო ძალიან ბევრი გამოწვევები გვაქვს, ცხოველიც გვიკვდება. ხდება სამწუხაროდ, ხო ეხლა ეს მათემატიკა ხო არ არის, არა 2x2. მაგრამ ნუ უნდა ისე შეძლო მუშაობა ცხოველის პატრონთან, რომ ის ყველა რისკი გაიგოს, თუნდაც ოპერაციაზე რო შედის ცხოველი, ისიც რისკია. იმიტომ რომ ნარკოზის მიცემის დროს, თვითონ ოპერაციის წვლილობის დროს ყველაფერი ხდება. შეიძლება მოხდეს, ხო? ანუ კი პრევენციას აკეთებ, მაგრამ ხდება. მაგრამ ნუ დღესდღეობით ეს უფრო მარტივი გახდა, იმიტომ რომ ბევრის უფრო მართვა შეგვიძლია სწორედ და უფრო კომფორტულად ცხოველისთვის პირველ რიგში. აი პატრონებთან ურთიერთობაში რა არის ის მთავარი სირთულე, რასაც გამოყოფდით და მათ შორის ის შეცდომები, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ და შემდეგ უკვე რთულია თქვენთან და ძნელდება თქვენთვის კომუნიკაცია. იცით რა არის? შეცდომები ყველას გვაქვს. ჩვენც ცხოველის პატრონებთაც, მაგრამ პირველ რიგში უნდა შეეცადო ილაპარაკო ცხოველის პატრონის ენაზე. მას ეს ტერმინები და ის არ ჭირდება, ჭირდება ჩვეულებრივი ახსნა და მირთმევა სიტუაციის, როგორც არის სინამდვილეში. ეხლა ტერმინები და იმითი რომ გრუზავ პატრონს, ხო, ისედაც გაჭირვებაშია, ხო, ეხლა ავანტყოფი ცხოველი ყავს.
ეხლა ძირითადად ჩვენთვის ცხოველი შვილებივით გახდა, ხო, ეს არ არის ძაღლი და რაღაცა. იმინა ოჯახის წევრია. ანუ უნდა შევეცადოთ აი ეს მომენტი შევკრათ. ექიმი, პატრონი, ძაღლი. მერე მარტივი არის უფრო მუშაობაც და უფრო მეც ცხოველი იგებს აქედან. ამ შემთხვევაში რას ურჩევდით თქვენ ახლა იმ მეპატრონეებს, რომლებიც ერთსან შესაძლოა რამდენიმე შინაურ ცხოველს ერთნაირად ასე ვთქვათ უვლიან და პატრონობენ. მაგალითად მე 7 ძაღლის პატრონი ვარ. თუნდაც და ანალოგიურად მათ შორის არ მხოლოდ ძაღლების ხო კატებსაც არაჩვეულებრივად თანააცხოვრებს ძაღლებთან ერთად. ხო აი რა არის მთავარი რჩევა გასათვალისწინებელი? ეს სწორად როგორ უნდა მოუვარონ და მათ შორის აი ხშირად არის ხოლმე თუნდაც ადამიანების შემთხვევაში, როდესაც ბოლო წუთში მიდიან თან აი როდესაც უკვე სხვა გამოსავალი აღარ არის. და მაშინ ექიმი არის დამნაშავე. ხო, აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია? ბულინგი სოციალურ ქსელში წერა და ის რო ძაღლით 5 დღე იყო ავა და სიზღზე გადიოდა და ვერ გადაარჩინეს, შეხარ დამნაშავე. აი რამდენად მნიშვნელოვანია დრო ამ შემთხვევაში და რეგულარული მონიტორინგი. დროც და ექიმიც ორივე შერწყმა უნდა იყოს. პირველი, როცა თქვენ აკავთ ცხოველი, ექიმმა უნდა მოგაწოდოთ ისეთი კონსულტაცია, რომ თქვენ იცოდეთ, რომ დროულად უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინტიზაცია დამუშავება რწყილებზე და ტკიპებზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დაავადებები გადააქვთ. როდის ჭირდება ვაქცინაცია, რა სახის საკვები ჭირდება, რომელი დანამატის მიცემა შეიძლება, ხო ეს სნექია თუ თქვა ცოტა ხაჭო ან ცოტა ყველი. ეს პირველადი კონსულტაცია, აი არ უნდა დაგეზაროს ისე მიართვა ცხოველის პატრონს. შემდგომში დროული ვაქცინაცია ცხოველის ჯანმრთელობის საწინდარია. დროული დამუშავება რწყილებზე და ტკიპებზე ცხოველის ჯანმრთელობის საწინდარია. ანუ ეს უკვე თქვენი პასუხისგებლობაა. პირველად ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ, ხო, აი მაგალითად, ჩემთან ესეა. როცა ვაკეთებ ვაქცინაციას, გვერდით უწერ შემდგომ ვიზიტს. როცა ვაკეთებ დეჰელმინტიზაციას, ფულცეზე აქვს ჩამოწერილი შემდგომები, როდის უწევს. დანარჩენი გრუმინგ სალონებიც თავის საქმესაც აკეთებენ, ვთქვათ, აი მაგალითად ყურების ანთებას არ მიუშვებენ ისე დღემდე, რომ აი მიბრძანდით თქვენ ექიმთან. ანუ შერწყმა უნდა იყოს ჩვენი ერთად და მაშინ ცხოველი უფრო მოიგებს და არც ექიმი იქნება დამნაშავე და არც პატრონი. ანუ თუ ძაღლი ავათარი, თუ არ ჭამს, ხო, თუ არის ხა ვინ იცის ყველაზე კარგად თავის ძაღლი პატრონმა, თუ მისი ქცევები შეცვლილი არის, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. და დღესდღეობით ყველა ისეთი ექიმი არის, რა ვიცი, საკუთარი პაციენტებისთვის ჩვენ ღამეებს ვათენებთ. და ძალიან ვთხოვ ცხოველის პატრონებს, რომ დააფასონ ჩვენი შრომა. იმიტომ რომ ჩვენ ყვენენ, ჩვენ სოფის აცრებს ვიკეთებთ, ჩვენ ვიღლებით და ჩვენც ხალხი ვართ. ფინანსურ ნაწილსაც მინდა რომ შევეხო ერთ-ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია ესეც. თქვენ ახსენეთ რომ ხარჯი გაგეზარდოთ როგორც ბიზნესს. რა არის ამის მიზეზი? ეს თქვენ როგორ უყურებთ და რამდენად აისახა ეს უკვე მომსახურების ღირებულებამ? იცით რა არის? ვცდილობ რომ კლინიკაში დავიჭირო თანხების ბალანსი. ვცდილობ ძალიან, მაგრამ მეც ძალიან ბევრი გადასახადი მაქვს. გარდა იმისა, რომ ის რაც ოფიციალური გადასახადია, ხახნო მარტო წყალში ვიხდით ძალიან ძვირ თანხას. და წყალი მიგვდის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ დეზინფექცია ტარდება ყველა პაციენტის მერე. ეს არ არის მარტო მაგიდის დეზინფექცია, ეს არის კედლები, ეს არის იატაკი, ეს არის შემოსასვლელი, ძალიან ბევრი წყალი მიგვდის. ხარჯი იზრდება, რა თქმა უნდა. ამავდროულად ჩვენი მედიკამენტებიც არ არის იაფიანი. ანუ აი მაგალითად მე არ ხმარობ რაღაცა ისეთ საშუალო ხარისხის ვაქცინას. ხმარობ იმ ვაქცინას, რომელსაც აქვს რეიტინგი, რომელიც ვთქვათ ანტისხეულების გაკეთების შემთხვევაში ვარგისია და ნაკლები პრობლემა, ეხლა არც ერთი ვაქცინა 100%-იანი გარანტია რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ვცდილობ ამოვირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე კაია, რა თქმა უნდა ძვირია. так что აქ მიწის გადასახადით, შუქი, ყველაფერი ერთად. რა თქმა უნდა ძნელია. ეს პირველი, მეორე, მაგალითად, ნუ ახლა ცხოველები არიან, ხო? იქ ფისის იზამს, დორბლი მოხდება რაღაცა, სადღაც 6 თვეში ერთხელ სისტემატურად გვიწევს ავეჯის და კედლების განახლება. ესეც ხო დიდი ხარჯია. რამდენად გაიზარდა დაახლოებით პროცენტული მაჩვენებლით, თუნდაც 20%-ით გაიზარდა. და ეს ყოველწლიურ დინამიკას ატარებს ფასების. იცით რა არის? აი 20%-ით გავზარდე 3 წლის აი 3 წელი დამჭირდა ეს 20%. დავიჭირე ეს ბალანსი. და შემდეგ უკვე სტაბილურად ვცდილობ რომ ეს სტაბილურობა დავიჭირო.
ვცდილობ, იმიტომ რომ ჩანაცვლებას ვაკეთებ ბევრი მედიკამენტით, ვთქვათ, ადამიანის მედიკამენტით, რაღაცას აი ესე ვცდილობთ. კი ბატონო. გაიზარდა ხარჯი იმიტომაც რომ საკვების ხარჯიც ძვირია. ანუ ჩვენ როცა მეც ვცდილობ რომ შეურჩიო ისეთი საკვები, რომელიც კიდევაც გიხდება და კიდევაც ფინანსური მხარე დავიჭირო მაგისი. დღეს როდესაც ამ ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, რამდენად ვსაუბრობთ მოგებიან მაღალშემოსავლიან ბიზნესზე? რამდენად შედგა ეს აი ასეთ ბიზნესად? იცით რა არის? ნუ აი მილიონებზე რომელიც თქვენი ლაპარაკეთ ძალიან შორია, მაგრამ შეერი არა ვართ. კლინიკას ანუ 35 წელია ვინახავ. აქედან 22 საკუთარ კლინიკას ვინახავ. ვინაიდან მე აქა ვარ, ესე იგი შემიძლია. ესეთი პასუხი. რამდენად არის ბაზარზე პროფესიონალი კადრები დღეს ხელმისაწვდომი? აი ამ ნაწილში თუ ხედავთ გამოწვევას. იცით რა არის? მე ძალიან ხშირად ვხვდება ისეთი მომენტი, როცა აი ის ვინც ჩვენ ძველი ვეტექიმები ვართ, ესეთი ასაკიანი ვეტექიმები, რომ სტუდენტებს ვიყვანთ. ვამზადებთ. ანუ მარტო ინსტიტუტი კი არა, პრაქტიკასაც ვაძლევთ, თუნდაც დღეს ინსტიტუტს ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს. და ძალიან წარმატებულად მუშაობენ შემდგომშიც. ანუ ახალი თაობა, ასე ვთქვათ, არის მათი ინტერესი და რაც მთავარია, მზაობა და სურვილი, რომ განავითარო. სურვილი აქვს, ეს არის ყველაზე დიდი. ანუ აი ეს ბავშვები, რომლებიც მოდიან ხოლმე სტუდენტები, ხო? ანუ მზად არიან გამოწვევებისთვის, მზად არიან რისკებისთვის, უნდათ და სულ ყოველთვის უფასოდ ვამზადებ. ეს აი ესეთი სურვილი არ უნდა დაუკარგო სტუდენტებს. ერთი წუთიც არ დაგვრჩა და მინდა რომ გეგმები შევაჯამოთ ახლა. განვითარების რა გეზი აქვს აღებული? ახალი კლინიკა მინდა. მესამეჯერ. სად გაფუძნებული? არა, ნუცუბიძის ქუჩას მე არ უღალატებ. ჩემი გვარი ძალიან ბევრჯერ ეშლებათ, ხანდისხან დათია ნუცუბიძე ვგონი ვართ. ანუ ბერძე კი ნუცუბიძე, მაგრამ ნუცუბიძის ქუჩას არ უღალატებ. მინდა ახალი კლინიკა. ისევ თბილისში. რა პერიოდს უყურებს ეს გეგმა, რომ ჩვენც მოვიკითხოთ შემდეგ? სექტემბრამდე მინდა რომ გამოვიდეს. ანუ მინდა უფრო გაფართოვდეს, მინდა უფრო სივრცე მქონდეს ეზო, რომ ქუჩა არ დავაბინძუროთ. ეს სადაც არის თქვენი არსებული ტერიტორია, იმ ასე ვთქვათ, ტერიტორია უფრო სწორად კლინიკა, იმ ტერიტორიაზე გინდათ ახლის აშენება და მისი გაფართოება სწორად მივხვდი? არა, სულ ახალი მინდა. საერთოდ ახალი? საერთოდ ახალი მინდა. კი ბატონო. მაშინ მოვიკითხავთ აუცილებლად, როგორ დაასრულებთ წლის მიწურულს, შევაჯამოთ. იმედია გამომივა. დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ყველაფერი ისე გამოგივიდათ აი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ამაში პრინციპში ეჭვიც აღარ გვეპარება, რომ მიზნებს ნამდვილად აღწევთ, რასაც და როგორც დაისახავთ და წარმატება თქვენ ყველა ახალ ძალიან დიდი მადლობა. და წარმატება თქვენთან ერთად ჩვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს. მადლობა დიდი. უკვე აი ამდენი წელია სრულნას, სითბოს, ყურადღებას და რაც მთავარია კვალიფიციურ კურნალობას არ აკლებს ნათია ბერიძე მის დასაქმებულებთან თანამშრომლებთან ერთად ნათია ბერიძის ვეტკლინიკის დამფუძნებელი ვეტექიმი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. მცირე სარეკლამო პაუზის დრო ახლა ჩვენს ეთერში გადაცემის მომდევნო ნაწილში კი ხათუნა მელიქიშვილი ძაღლების სასტუმროების დამფუძნებელი და ლიზა ლომიძე ძაღლების მწვრთნელ ინსტრუქტორი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდით ეთერში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილშიც კვლავად შინაური ცხოველების თემატიკაზე ფოკუსით განვაგრძობთ საუბარს. თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, შინაური ცხოველების პატრონებს ხშირად უწევთ მივლინებაში ან შვებულებაში წასვლა. ოთხფეხა მეგობრის დატოვება კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესია. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად წლების წინ ბაზარზე ახალი და როგორც აღმოჩნდა ძალიან მოთხოვნადი სერვისი ძაღლების სასტუმრო გამოჩნდა. როგორ უნდა შექმნა ბიზნესი, სადაც მთავარი პროდუქტი ნდობაა და რა პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული ათეულობით უცხო ცხოველის ერთ სივრცეში მართვა ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ძაღლების სასტუმროების დამფუძნებელი ჩვენი დღევანდელი სტუმარია ხათუნა მელიქიშვილი და მასთან ერთად უფრო მეტ საინტერესო დეტალს შევიტყობთ ამ მიმართულებით, როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ხათუნა, მოგესალმები. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და იმისთვის რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. და პრინციპში მთელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება ამ მიმართულებას.
სხვადასხვა პრიზმიდან შევაფასებთ, როგორი არის დღეს საქართველოში ცხოვრების მოვლა, ის ტენდენციები, დინამიკა და ასე შემდეგ. თქვენს მაგალითიც მინდა რომ ჩვენი საუბარი აი ამ კითხვით გავხსნა. ჩვენ დაახლოებით პრინციპში ყოველწლიურად გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ ების ამბები მოვიკითხოთ. მინდა რომ 2025 შევაჯამოთ, იმიტომ რომ წელს პირველად ხართ ჩვენი სტუმარი. როგორი იყო წელი? რამდენად გარდამტეხი იყო ბიზნესისთვის, ამ ინდუსტრიისთვის და რა დინამიკა დაფიქსირდა? ზრდის მაჩვენებლები რამდენად არის ასახული საბოლოო შედეგებში? მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო წელი იყო ახალი ძაღლებით. ყოველ წელს ახალი სტუმრები მყავს და ერთგულები, რომლებიც ძლებიან, მომყვებიან და მენდობიან. საინტერესო არის მათთან მუშაობა, მათ პატრონებთან ურთიერთობა და როგორც ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა და მე თავარი არის რომ მათ აქვთ ამ სფეროს ნდობა და ეს არ იყო იოლი სამუშაო. ხო, აი ნდობის მოპოვებისთვის რას აკეთებთ თქვენ? თქვენი ძალისხმევა საითკენ არის ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ხო, როცა რა ვიცი, მთელ შენს სიყვარულს, ენერგიას, რესურსებს დებ შინაურ ცხოველში, შესაძლოა რომ ეს ყველაფერი მართლა იმ ერთმა დღემ ჩაგიყაროს წყალში. როგორ არწმუნებთ ცხოველების პატრონებს, რომ ნამდვილად ღირს და სანდოები ხართ და ის ერთი დღე იქნება მათი ცხოველისთვის ნამდვილად სწორ გარემოში გატარებული ერთი დღე თუნდაც და ცხადია გრძელვადიანი პერიოდით. ყველაზე რთული არის პატრონის დარწმუნება, რომ გენდოს. თავარი არის პატრონს ავუხსნათ, რომ მისი ძაღლი იქნება იგივენაირ სიყვარულში და მზრუნველობაში, როგორშიც თვითონ ყავს სახლში. რა მიდგომები გაქვთ ესეც რომ ავხსნათ? გრძნობენ, რომ ძალიან მიყვარს. აი გამორიცხული არის ძაღლი, რომელიც პირველად მოყავთ. იწევს მაგალითად ჩემსკენ რომ ანუ ვურთიერთობ და აი პირველივე წამიდან ჩანს რომ ჩვენ მეგობრები ვართ და პატრონი ხედავს ამას მოყვანისასაც და წაყვანისასაც ნდობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამაზე არის აგებული დანარჩენი ძაღლების და მათი პატრონების სტუმრობა ჩემთან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის რაღაც წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე რომ გაიგოთ ძაღლის ჯიში როგორია, რა სჭირდება, რა მიდგომები აქვს პატრონს თუ ასე ვთქვათ განურჩევლად ჯიშის, არ ვიცი, აგრესიულობის, არააგრესიულობის ყველა ტიპის ცხოველს იღებთ ამ შემთხვევაში? ეს წინასწარ გავდივართ დიალოგს ზარით ან მესიჯებით, ვკითხულობ ჯიშს, ვიტოვებ მხოლოდ პატარა ჯიშის ძაღლებს 5-8-10 კილოს ფარგლებში და ესეც ერთ-ერთი ნდობისთვის ესეც ძალიან აუცილებელია პატრონს ურჩევნია რომ დატოვოს ოჯახში სადაც იქნება მისი ზომის და წონის ძაღლი ეს ერთ-ერთი კარგი ამბავია ჩემთან გავდივარ ამ ყველაფერს დეტალურად ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვკითხულობ როგორი ხასიათი აქვს როგორ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯიშს მნიშვნელობა აქვს და ამის შემდეგ უკვე პატრონი თანხდება და მოყავს რამდენიმე დღით, თვით, ჩვეულებრივად აი ამ ხრივ ასე ვთქვათ ცოტა რიცხვებში მინდა რომ შევხედოთ ზრდა წინა წელთან შედარებით როგორ გამოიხატა და ეს ახალი ცხოველები მათ შორის როგორია წილი უკან დაბრუნებულების ვინც ასე ვთქვათ უკვე მუდმივი სტუმრები იქცნენ თქვენი სასტუმროს ძირითადად ერთი და იგივე ძაღლები მოყავთ, რომლებიც პირველივე მეხუთე წელია მე ამ საქმეში ვარ და პირველივე წელს რომლებიც დავიტოვე, ისევ ისინი მომყვებიან სამჯერ გაიზარდა მოთხოვნა და აუცილებელი გახდა რომ შეიქმნას ჩემი მსგავსი საოჯახო ტიპის სასტუმრო რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას თუ გააკეთებს ჩემნაირი ადამიანები ძალიან კარგი იქნება თუ კი დაყოფენ ხო უკეთესი დიდი ჯიშის და პატარა ჯიშის თუ იქნება ცალ-ცალკე იმიტომ რომ პატრონს არ მოწონს თუ კი მისი ძაღლი დიდ ჯიშთან ერთად არის და აფრთხობს ეს ყველაფერი მოლოდინი აქვს სხვა რამის და მე ვთვლი რომ ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა მოთხოვნა პატარა ჯიშის დატოვების კი ბატონო
აი ამ გაორმაგებული მაჩვენებლების პარალელურად რამდენად მზარდია ყველა სეზონზე ინტერესი თუ მაინც ეს არის სეზონური ბიზნესი, განსაკუთრებით არ საფხულის ყველაზე ცხელ საშუალებო თუ ყველაზე აქტიურ პერიოდში გაკითხავენ თუ მათ შორის არ ვიცი ზამთრის არტედეგებსაც არ უჩივით კლიენტებს და სხვა სეზონებსაც როგორ აბალანსებთ ამ ყველაფერს? ჩემ შემთხვევაში პატარა ჯიშის საოჯახო სასტუმრო რახან ვარ სეზონი არ გვაქვს. ჩვენთან სულ არის მოთხოვნა, სულ მყავს სტუმარი და არ ველოდებით სეზონს რომ ვიმუშაოთ. სულ გადიან ქვეყნიდან, ქალაქიდან, ან აქვთ გადაუდებელი საქმეები და საჭირო არის მათი დატოვება ჩემთან, ამიტომ სეზონი არ გვაქვს. დღეს როგორ განისაზღვრება თქვენი მომსახურების ღირებულება და ხომ არ მოგიწიათ აი ამ ერთწლიან პერიოდში ფასის კორექცია? მე ამ ტარიფს 2 წელია ვინარჩუნებ და სავარაუდოდ წელს ცოტა მოემატება 35 ლარი იყო დღე და სავარაუდოდ გახდება 40 ლარი ერთი დღის ღირებულება. ეს როდიდან შევა? ალბათ მაისიდან. მაისიდან უკვე რა განაპირობა ფასის ზრდა? ხარჯების ზრდა? ყველაფერი ხარჯებიც, კომუნალურებიც, საოჯახო ქიმია, ასე ვთქვათ, ყველა ფერმა განაპირობა, ზოგადად ბაზარმა განაპირობა. იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად ფასსაც აი ამის და მიხედვითაც მათ შორის ერთ-ერთი მდგენელი ცხადია გამომდინარე აქედან და გაორმაგებული შედეგებიდან შესაძლოა ვივარაუდოთ რომ სწორედ ესეც იყოს და ბოლოს აუცილებლად მინდა რომ გეგმებით შევაჯამოთ რას უნდა ველოდოთ თქვენგან 2026 წელს. 2026 წელი ჩემთვის დაიწყო სწავლით ამ საქმეში გავდივარ, ვასრულებ უკვე კინოლოგიის ზოგად კურსს. ეს აუცილებელი იყო და საჭირო იყო, ძალიან მაინტერესებდა და ჩავთვალე რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი განვითარებისთვის ამ კურსის გავლა, ვასრულებ უკვე. გეგმებს რაც შეეხება, მინდა რომ გავაკეთო მე თვითონ ვასწავლო სხვებს მართვა, პატარა ჯიშის ძაღლების სასტუმროს მართვა, მაგალითად რომელი ჯიში რომელთან არის კომფორტში და რომელი ჯიშთან არ შეიძლება რომელიმე ჯიშის მოთავსება, ამ ყველაფერზე ვაპირებ ტრენინგების ჩატარებას და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დაინტერესება იყოს, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი არის. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ხათუნა, სტუმრობისთვის. ჩვენ გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ გავეცნოთ, მოვიკითხოთ არც თუ ისე იშვიათად თქვენ შედეგებს, გეგმებს და სიახლეებს და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერსაც დათქმულად შეასრულებთ და შემდეგ უკვე 2026 შევაჯამებთ. მათ შორის ახალ მიმართულებასაც არ გამოვრიცხავთ ესე იგი. ვნახოთ. მადლობა. ხათუნა მელიქიშვილი, ძაღლების სასტუმროების დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. ჩვენი მესამე სტუმარი კი იმ რთული და თან ძალიან საინტერესო პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანისა და ოთხფეხა მეგობრის ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას ემსახურება. რეალურად თანამედროვე კინოლოგია არა უბრალოდ ცხოველების მორჩილებას, არამედ ძაღლის ფსიქოლოგიის სიღრმისეულად გაგებასა და ადამიანისთვის მასთან სწორი კომუნიკაციის დამყარების ხელოვნების შესწავლასაც გულისხმობს. თუ რა პრინციპებს ეფუძნება ამ სპეციფიკურ და მუდმივად განვითარებად სფეროში პროფესიონალის მიერ საკუთარი ადგილის მყარად დამკვიდრება, როგორ უნდა ისწავლოთ ჩვენი შინაური ცხოველების ენა და რამდენად იზრდება მაღალკვალიფიციურ კინოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა დღევანდელ საქართველოში ამ რეალობაში ამ კითხვებზე პასუხს დღეს პროფესიონალისგან შევიტყობთ. ლიზა ლომიძე, ძაღლების მწვრთნელ ინსტრუქტორი არის ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. ლიზა, ძალიან დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. ჩვენ მახსოვს რომ დაახლოებით 2 წლის წინ საუბრობდით, როდესაც მათ შორის ჯერ კიდევ თქვენთვისაც ეს იყო შედარებით უფრო ახალი მიმართულება, ხო? რა შეიცვალა აი ამ 2 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ? რამდენად განვითარდა ერთი მხრივ თქვენი სერვისები, მომსახურება და მეორე მხრივ ბაზარმაც რამდენად აგიწყოთ მოთხოვნის თვალსაზრისით? ძალიან განვითარებული არის ბოლო 2 წელიწადში ყველაფერი. 2 წელს თქვენთან ვიყავი სტუმრად, ეს ყველაფერი ჯერ მაშინ არ იყო ჩემთვის თვალად ესეთი სიახლე, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ხრივ საქმიანობაში ვიხვეწებოდი, ვდგამდი უფრო ახალ ნაბიჯებს და ვცდილობდი რომ მეტი განათლება, იმიტომ რომ მე პირადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი განათლების მიღება, მიმეღო და უფრო დავხვეწილიყავი, რა თქმა უნდა. ამასობაში ძალიან მოიმატა მოთხოვნა მათ, იმიტომ რომ ეს სიტყვაზე რო ვთქვა, მაგალითად 2 წლის წინ თუ
წინასწარ ესე არ ყავდა მაგალითად არავინ ჩაწერილი და უშუალოდ ისე მუშაობდი მორჩებოდი ძაღლს მერე დებდი მაგალითად პოსტად რომ ვეძებ კიდე მაგ თავისუფალი ადგილი ეხლა ეს აღარ არის იმიტომ რომ ყავს მინიმუმ 2-3-4 თვით წინ ჩაწერილი მოსწავლეები რომლებიც ელოდებიან თავიანთ ადგილს რომ დაიწყონ წვრთნა და რაღაც უფრო სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს ამიტომ ძალიან არის ამასული რეალურად ინტერესი ამას შეუწყო ძალიან ხელი ჩემი აზრით ბევრი ტურისტის შემოსვლა ამაც იმიტომ რომ უკვე ქართველებს აქვთ ნახეთ აქამდე თუ ჩვენ ვუყურებდით უშუალოდ საქართველოში მდგომარეობას და რა ხდებოდა და როგორ და ჩვენ როგორ ვუდგებოდით ძაღლებს ჩვენ ახლა უკვე გვაქვს რეალურად იმაზე დაკვირვების საშუალება უშუალოდ უცხოელები რას აკეთებენ და მათი ძაღლები როგორ იქცევიან უკვე ჩვენ ძალიან თვალსაჩინოდ დავიწყეთ იმის შემჩნევაც რომ ბევრად განსხვავებულად იქცევიან ეს ძაღლები ანუ გლობალიზაცია მაგაც ასე ვთქვათ კი ბატონო და ძალიან კარგი მაგალითია იმიტომ რომ გაუჩნდათ უკვე ადამიანებს აქ იმის მოთხოვნილება რომ მათაც კონდეთ იგივე იმიტომ რომ აქამდე თუ საერთოდ არც იყო იმისი დაშვება რომ როგორ შეიძლება ხო აი არც კონდათ ესე ვთქვათ სწორი მაგალითი რა უნდათ და როგორ უნდა მიიღოთ ეხლა უკვე ამას უფრო თვალსაჩინოდ ხედავენ რასაც სოციალურ მედიამაც ძალიან შეუწყო ხელი რაც ასევე არის როგორც ძალიან კარგი ჩვენი სფეროსთვის ასევე ცოტა პრობლემატური გახდა და ამაზეც მინდა და მესაუბრა იმიტომ რომ სოციალური ქსელების დახვეწასთან და უფრო მეტი ინფორმაციის წამოსვლასთან ერთად არის ესეთი რაღაცა ყავს ორი კატეგორია ერთი კატეგორია რომელმაც იცის ენა მაგალითად და შეუძლია რომ ეს ინფორმაცია მოიძიოს ნახოს და თვითონაც ონლაინ რაღაცეები მოიძიოს თვითონ რაღაც შეცვალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვაზე სპეციალისტის დახმარების გარეშე მაგრამ იმდენი ინფორმაცია არის რომ ძალიან უჭირთ რომ სწორი რაღაცეები შეარჩიონ და გვაქვს კიდე მეორე პრობლემა როგორ მეორე კატეგორია ადამიანების რომლებმაც არ იციან სიტყვაზე ენა და არ აქვთ ის არ შეუძლიათ რომ ამ რესურსთან მივიდნენ მაგალითად და მიიღონ ორივე არის პრობლემა მაგრამ მგონია რომ ნელ-ნელა დაბალანსდება საქართველოშიც წამოვიდა ძალიან უკვე ასე ვთქვათ კონტენტი ამ ხრივ და ბევრი სპეციალისტი ნელ-ნელა იწყებს ესე ვთქვათ უფასო რჩევების გაცემას და უფრო მეტი ვიდეოები ამასთან დაკავშირებით მოდის რაც მგონია რომ ძალიან შეუწყობს ამ ყველაფრის დახვეწას ხელს აი უცხოელები ახსენეთ და აი ამ თემაზე მინდა რომ გკითხოთ რა სერვისების რა სტანდარტების იმპორტი მოხდა შესაბამისად აი მათი შემოდინებით თუნდაც საერთაშორისო ტრენდების გაცნობით რა დამკვიდრდა იცით როგორ რაღაც არის აი ხა მაგალითად რადგან მიწავს ქუჩაში ძალიან ბევრი გადაადგილება და ძალიან ბევრ ადგილას ვხედავ განსხვავებულ ადამიანებს აი ძალიან შორიდან შემიძლია რომ ზუსტად თქვა უცხოელი მოდის ახთან ერთად თუ ქართველი მაგალითად იმიტომ რომ აი რომ უყურებ ხოლმე უცხოელებს მუდმივად ჩართულები არიან თავიანთ ძაღლებთან მუდმივად არიან პროცესში რაღაცის სწავლების ანუ ეს გამოსვლა და გარეთ გასეირნება მაგალითად თუ უმეტესად მე რასაც უყურებ ჩვენთან არის ხოლმე რომ უბრალოდ ძაღლმა მოითავოს თავისი საქმე და აი ერთ ბოლოზე საბმელის ძაღლი არის მაგალითად და მეორე ბოლოზე პატრონი ტელეფონით აქ არ არის არანაირი კავშირი, არ არის არანაირი კონტაქტი, აქ უბრალოდ ხდება მართლა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და აი ამ ადამიანებს რასაც უყურებ, მართლა ბევრად უფრო ჩართულები და მომზადებულები არიან ინფორმაციით უკვე. რა აქვთ მათ ეს ინფორმაცია? მე მაგალითად ბევრს ვესაუბრე და ბევრი უკვე სპეციალისტი ნამუშევარი არის მაგალითად ჩამოსული, აქ ინფორმაცია მიღებული, ზუსტად იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თუ აქედან ავიღებთ მაგალითს. არ არის აუცილებელი რომ სპეციალისტი ნებისმიერ ძაღლთან იყოს მუდმივად ჩართული, ძალიან ბევრთან არის ხოლმე სრულად საკმარისი, მაგალითად კონსულტაციაც ერთჯერადი, როდესაც ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას, რა არის სწორი, რა არის არასწორი, როგორ ჯობია რომ შეცვალონ რაღაცები, რომ მიიღონ უფრო მშვიდი და კომფორტული კომპანიონი, ასე ვთქვათ. ამიტომ თუ გვექნება რაღაც ეს წინასწარ და გაწერილი გეგმა და გვეცოდნება ზუსტად რა ნაბიჯები უნდა გადავთქვათ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ყველაფერი. და ეხლა თქვენი პრიზმიდანაც მინდა რა შევხედო, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ამ 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განავითარეთ თქვენი პირადი კარიერული პროფესიული გზა. რა იყო ის სიახლეები, რაც თქვენს პირად ცოდნის პორტფელს შემატეთ და შემდეგ უკვე აისახა მიდგომებში? გამოცდილება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ძაღლთან მაქვს ურთიერთობა და რაც უფრო მეტ პატრონთანაც, რა თქმა უნდა, ამის თქმა უნდა და ძალიან, იმიტომ რომ მე რომ სფეროს ვიწყებდი და მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს თუ ფიქრობენ რომ ამ სფეროში შემოვიდნენ, იგივე განცდა ექნება. ამ სფეროში შემოსვლა გადაწყვეტა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა მქონოდა ცხოველებთან და თქვათ
ნაკლები უფრო ადამიანებთან და რეალურად აღმოჩნდა სრულიად პირიქით, იმიტომ რომ კი მაგ დატვირთულად ძაღლებთან ურთიერთობა, თუმცა ბევრად დიდი წილი არის პატრონებთან მუშაობა, ამიტომ ეს ყველამ უნდა კარგად გაითავისოს, რომ ჩვენი ნახეთ უნარები არ უნდა შემოისაზღვრებოდეს და შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ძაღლებთან მუშაობის ტექნიკებით, იმიტომ რომ ჩვენ შევხვდება ძალიან ბევრნაირი ადამიანი, ყველა ადამიანს ერთნაირად ფიზიკურად ვერ გავაგებინებთ და ვერ ავუხსნით, ამიტომ ჩვენ უკვე უნდა გქონდეს იმის რესურსი, გამოცდილება და ცოდნა, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა მეთოდებით ისე მივუდგეთ და ისე მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც იქნება მათთვის ყველაზე მარტივად მისაღები, გასაგები და გადასამუშავებელი. ამიტომ ეს პროფესია არ მოიცავს მხოლოდ ცხოველებთან მუშაობას, ძალიან დიდი დოზით მოიცავს ადამიანებთან ურთიერთობას და ვიტყოდი, რომ ფსიქოლოგიის ცოდნაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხშირად ხსმენია კიდეც, რომ აი ძირითადი პრობლემები მოდის, რაც რეალურად ძაღლები გამოხატავენ, არა მათგან, არამედ პატრონებისგან. აი აქ როგორ რამდენად რთულია და გამოწვევა, რომ რეალურად პატრონს დაანახო, რომ აი მასშია პრობლემა და ეს ყველაფერი უბრალოდ ანარეკლია. საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ შეიძლება რომ ეუბნებოდე პატრონს, რომ მაგალითად ესეა, ნახეთ, ეს არ არის მხოლოდ პატრონზეც დამოკიდებული, ეს აუცილებელია რომ ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდი წილი არის გენეტიკაზე დამოკიდებული და დანარჩენი კი პატრონზეც, რა თქმა უნდა, და უმეტესი პრობლემა რაც არის ხოლმე, რომ ნახეთ, მე ვერ ვახერხებ მუშაობას დიდი დოზით პრევენციულ რეჟიმში, რაც მოიცავს იმას, რომ მაგალითად ლეკვი მოიყვანეს, გადაწყვეტეს, რომ თავიდანვე ამას ძალიან პასუხისგებლობით მიუდგნენ და რაღაც წვრთნასაც მიხედავ ყველაფერს, ან წინასწარ არ გიკავშირდებიან, მაინც უფრო ადამიანი გეკავშირდება, მაშინ როდესაც უკვე წარმოშობილი არის პრობლემა, რაც რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთული გამოსასწორებელია და პატრონისთვისაც ბევრად უფრო შრომატევადია, იმიტომ რომ ბევრად უფრო სისტემატიურ ჩართულობას და ნახეთ, აქ უკვე მხოლოდ სწავლებას კი არა, უარყოფითი ქცევების აღმოფხვრასაც მოითხოვს, რაც ჯობია, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად იქნებ მოვახერხოთ ის, რომ უფრო პრევენციულ რეჟიმშიც გადავიდეთ მუშაობის. ძირითადი შეცდომები მაინც რა რჩება? ან სად რა მიმართულებით იკვეთება შედარებით უფრო გამოსწორების და ცნობიერების ამაღლების და რა არის მაინც რას უშვებენ და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვაწყდები, არის ძაღლების მასიური გაადამიანურება და აი როგორი მიდგომა იცით, რომ ეს არის ჩემი შვილი. კი, ანუ მეც მithქვავს მაგალითად, რომ კი, ჩემი შვილივით მიყვარს, მაგრამ ნახეთ, სიყვარული ვერ იქნება ადამიანის მიმართ და ძაღლის მიმართ ერთნაირი და ამავდროულად ასე ვთქვათ, რაღაც ვერ იქნება სამართლიანი ძაღლთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ადამიანის მიმართ სიყვარულს ვიჩენთ, ისე ვერ გამოვიჩენთ ძაღლის მიმართ, იმიტომ რომ მას აქვს სრულიად განსხვავებული მიმოთხოვნილებები, ხო? და რას გულისხმობ ამაში? მაგალითად, მე ძალიან ხშირად ძაღლებზე, რომლებიც არიან ესეთი მენაგვეები, ყველაფერს იღებენ და ეგრევე პირში იქანებენ, გავცემ რეკომენდაციას, რომ გავუკეთონ ალიკაპი. რაზეც ერთხელ, აი მაგალითად ცოტა ხანს წინ დამირეკა ერთ-ერთმა ქალბატონმა და მითხრა, რომ კი გავუკეთე ეს ალიკაპი და ვატარო და პრობლემა საერთოდ აღარ მაქვს, ძაღლი არ წუხს, არაფერს არ ჭამს, ბედნიერი ვარ, მაგრამ არის მაინც პრობლემა. რა პრობლემა არის მეთქი? ადამიანების მზერა და კომენტარები. მეუბნებიან, რომ ვარ ცუდი პატრონი, მეუბნებიან, რომ აი საწყალი ჩემი ძაღლი და როგორ ავუკარი პირ, აი ეს, აი ამას გულისხმობ უშუალოდ გაადამიანურებაში. კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს მიაჩნია, რომ რაღაც აი ცივინიავი არ მივაკაროთ, არანაირი სტრესი არ მივაკაროთ და აი ესე როგორც ბავშვობის შემთხვევაში ხდება, თუ ძალიან კოლბაში გამოსდილი და სინჯარაში გამოსდილი ბავშვი გვაყოლება, მე ძალიან უჭირს რეალობას სწორედ შეხვდეს, ზუსტად იგივე ხდება ძაღლებშიც, ამიტომ ჩვენვე აქ ძალიან დიდ რეალურად ამ სტრესის მორიდებით და უფრო რაღაცა ამ ესე სიყვარულში ყოფნით სამომავლოდ ბევრად მეტი სტრესისთვის ვწირავთ ძაღლებს. ხო, აი, ერთი წუთიც აღარ დაგვრჩა, რომ მინდა რომ თქვენი გეგმებით და ეხლა უკვე როგორი არის პროფესიული განვითარების კურსი და გეზი აღებული და მათ შორის რამდენად მზარდია უკვე მოთხოვნა ცნობიერების დონეც, რომ ნამდვილად საჭიროა პროფესიონალი. ძალიან მზარდი არის, ამის მოთხოვნაც და აბსოლუტურად ყველაფერი და მე მგონია, რომ უკვე ძალიან არის უკვე ამის მოთხოვნა და არის უკვე ამის ინტერესი, რომ ბევრად უფრო მეტი სერვისები ჩაეშვას. შეიძლება იყოს ეს ვორქშოპები გარკვეული პატარ-პატარა, იმიტომ რომ ჯობია რომ დავიწყოთ ჩემი აზრით ძალიან ესე ვთქვათ მარტივი თემებით და ნოლიდან და ნელ-ნელა დავიწყოთ ამისი ხარისხიანად აშენება და რაღაც უფრო ისეთი მაგამდე მისვლა, ვიდრე რაღაც უფრო ისეთ დიდ თემებს შევეჭედოთ. ამიტომ მე მგონია რომ ეხლა რომ დავიწყოთ მაგალითად აი ვორქშოპები, ელემენტარული, მოვიყვანეთ ძაღლი პირველად სახლში, როგორ მივუდგეთ, რა გავაკეთოთ, აი ძალიან მარტივად შეიძლება რომ ესეთ რაღაცები გავაკეთოთ, რაც ცნობიერების ამაღლებას ძალიან შეუწყობს ხელს. ასევე ჩემთვის პირადად მიზანი ყველაზე დიდი ამ ეტაპზე არის რომ ფიზიკური სივრცე შევქმნა, სადაც უკვე გავერთიანებ ბევრ მრავალფეროვან სერვისს,
რომელსაც ჯერჯერობით წინასწარ არ დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კარგი იდეები მაქვს და მინდა რომ ნელ-ნელა უფრო სიახლე იყოს და ისე შევთავაზო. აუცილებლად ჩვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო ეს ამბავი და დრო მაინც გითხარით მოსაკითხად, როდის დაგირეკავთ. წესი ძალიან მალე წარმატება, ლიზა, წარმატება თქვენ ყველა წამოწყებაში, ძალიან გულშემატკივრობთ. ძალიან პირველივე დღიდან როცა გაგიცანით და იმედი მაქვს რომ მართლა ყველა გეგმა, მიზანი რაც გაქვთ აუცილებლად იმ დროში შეასრულებთ, რა დროშიც გაქვთ დასახული და გაწერილი. ეს ყველაფერი წარმატება ლიზა ლომიძე ძაღლების მწვრთნელ ინსტრუქტორი იყო ჩვენთან ერთად. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებული იყო. ასეთი იყო ქალების ნარატივი ლიკა მეკუცნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ზუსტად 11 საათზე და 30 წუთზე შევხვდებით ყოველ ერთმანეთს.